რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მიმღებებს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო. უსმენთ რადიო იმედს ყოველკვირეულ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი. მე დაფნა გახლავართ, საუბრობთ სექსზე და არა მხოლოდ. მე საკუთარ თავს ნამდვილად არ ველაპარაკები ამ სტუდიაში, ვესაუბრები და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ხოლმე ამას და ვეკამათები და ვუნთებ ხოლმე ცეცხლს ბატონ ზურაბ მარშანიას, სექსოლოგს, რა თქმა უნდა, როგორ? აბა 3 წელი როგორ გავძლებდით ერთად? აბა ბატონ ზურაბ მარშანიას, ექიმს, სექსოლოგს, პროფესორს, საქართველოს საბედნიერო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს. და დიდი სიამოვნებით ყოველი გადაცემის დასაწყისში ვამბობ, ეს ადამიანი არ არის ჩემი გადაცემის სტუმარი, ეს არ არის დაფნას შოუ, ეს არის ჩვენი ერთობლივი გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენთან დაკავშირების საშუალებებს, ტელეფონი, Facebook-ი და რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი SMS-კო. ნომერი 9178 ნებისმიერი მობილური ოპერატორი და შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, გამოგვიგზავნოთ SMS-ი, შეტყობინება იქნება რაიმე სასიამოვნო თქვა თუ მოგინდებათ ჩვენთვის ან კომენტარის გაკეთება იმაზე თუ რაზედაც ვისაუბრებთ. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში გვიმესიჯებთ არა ქართული შრიფტით, ოღონდ ამას ყოველთვის ვუსვამ ხაზს. მიუხედავად დიდი ვადიმისცემისა ჩვენი შრიფტისადმი და მეც ვუერთდები კამპანიას წერე ქართულად, სამწუხაროდ ეს პროგრამა ვერ აღიქვამს ქართულ ნაწერს და იძულებულები ვართ ვისარგებლოთ მხოლოდ ლათინური ასოებით. 9178 თქვენი შეკითხვებისთვის. გადაცემა როგორ მიმდინარეობს? შესაძლოა პირველად გვისმენთ, ამიტომაც უნდა გითხრათ. გადაცემის პირველ ნახევარში საუბრობთ იმ თემაზე, რომელიც წინასწარ არის შერჩეული ჩვენს მიერ. გადაცემის მეორე ნახევარი, ანუ მეორე საათი 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ უკვე ვკითხულობთ თქვენს SMS-ებს, კომენტარებს, ვეხმაურებით თქვენს მიერ გამოგზავნილ SMS-ებს. აი ასე მიმდინარეობს ჩვენი გადაცემა. 10 საათი და 15 წუთიდან ეთერში ვართ დაახლოებით 11 საათსა და 35 წუთამდე. რომ იცოდეთ, აი ასეთია გადაცემის ფორმატი. ბატონო ზურაბ, ჩვენ 3 წელიწადია უკვე ეთერში ვართ, ძალიან ბევრი SMS-ი მოგვსვლია და მე მაგალითად ძალიან მომეწონა თქვენი იდეა. დღევანდელი გადაცემის თემა დაფუძნებული ყოფილიყო ჩვენი რადიო მსმენელების SMS-ებზე. იმ საკითხებზე, რაც ყველაზე უფრო ვეღრდნობით იმ საკითხებს, ყველაზე მეტად რომელიც აწუხებს ჩვენს რადიოს. ობიექტია რა, ჩვენი რადიო მსმენელის. რაშიც უნდათ გარკვევა ხოლმე რა. ამიტომაც დავარქვით დღევანდელ გადაცემას სექსის შუქ ჭრდილები. ანუ რა არის კარგი, რა არის ცუდი. იმიტომ რომ ხანდახან სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე რუსკესობრივი განათლების დონე მაინც ჩვენ ქვეყანაში არ არის მაღალ დონეზე. პირიქით ხდება ხოლმე, რაც ცუდია, კარგი გონია ჩვენ მოქალაქეებს და რაც კარგია, ცუდი გონია. სამწუხაროდ ეს ყოველდღიურად ვეთქვენ ნათელია განსაკუთრებით ჩემთვის, როდესაც ჩემი პაციენტები მისმავია შეკითხვას და როდესაც მათ სურთ ამა თუ იმ პრობლემის გარკვევა. და მაშინ, როდესაც მე ეთერში ვკითხულობ SMS-ებს. მაშინაც ვწმუნდებით იმაში, რომ არსებობს ძალიან ბევრი მითი. არსებობს არასწორად გაგებული რაღაცა ინფორმაცია. ვიღაცისგან არასწორად მიღებული ესა თუ ის რჩევა. ან მყარი რაღაც დაუშვათ აზრი, რომელიც შეიძლება არ ვიცი, შეიძლება საუკუნეების განმავლობაში არა, მაგრამ ათწლეულების და იმის განმავლობაში დადის ადამიანიდან ადამიანში, მერეღებულობს რაღაც საოცრების სახეს და ეს სტერეოტიპები, ეს მავნე სტერეოტიპები ძალიან მყარი ბუნებისანი არიან და საკმაოდ ძნელია მათი გაბათილება. ჩვენ ვეცადოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, თუმცა იცით რა, ზოგჯერ მაგალითად დღეს მქონდა საინტერესო სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. და თქვენმა პაციენტმა მირჩიაო თქვენთვის მომართვაო კითხვის დასმაო და
ესე იგი აბსოლუტურ სისულელეებს მეკითხებოდა ეს ბიჭი, ეს ახალგაზრდა ბიჭი რა. საკმაოდ მაღალ ტონებზე აღელვებული იყო, აღშფოთებული იყო, რითი ვერ გავარკვიე. და ვერ ჩამოაყალიბა? აბსოლუტურად ვერ აყალიბებდა. ვეკითხები რა გაწუხებს. აი მე მივედი უროლოგთან, გავიკეთე ანალიზები, აღმომაჩნდა სტაფილოკოკი, ჩავითარე მკურნალობა. გავსუფთავდი, მაგრამ რაც მაწუხებს ის მანდ რა გაწუხებს არ მეუბნება რა. ბოლოს აღმოჩნდა რომ აწუხებდა მას უძილობა. აწუხებდა ესე იგი გულის ფრიალი და თავის ტკივილი და რატომღაც დაუკავშირა ესე იგი გენიტალიებს და გენიტალურ ინფექციას და რატო ვერ რატოა გაუკუღმართებული ვეკითხები შვილო რა გინდოდა უროლოგთან გამაგებინე იმან პატიოსნად აღმოაჩინა რაღაც გენიტალურ ინფექცია რომელიც ყველა ჩვენთაგანს აქვს ბევრჯერ გითხოვს ეს ხო აბსოლუტურად ყველას და ნამუსიანად უმკურნალა და всё რატო არ გამიარა თავის ტკივილმა და გულის ფრიალმა და უძილო რა შუაშია ნუ მას ასე გონია ხო და ვერაფრით ვერ დავარწმუნე ამ სატელეფონო საუბარში ბოლოს უთხარი შენ შემოგევლო ჩემი თავი რა ესე იგი ნუ მაცდენ მეუთხარი რა თუ არ მიგდებ ყურს ნუ მაცდენ მაინც მეთქი და კარგი დიდი მადლობაო და დაკიდა ყურმელი ისეთი ბედნიერი ვიყავი ამის ყურმელი რო დაკიდა ხო მადლობა გადამიხადა ესე დავშოვდით ერთმანეთს როგორც კულტურულ ადამიანს შეფერის მაგრამ იმ ადამიანმა ვერაფერი ვერ გაიგო პატნოზრობ მე იცით რას მაგონებს ეს ყველაფერი არაერთხელ მithქვამს ეს ჩვენს გადაცემაში იყო პერიოდი როდესაც სისტემატურად დავდიოდი ექიმებში რაღაცა აკვიატება მქონდა. დავდიოდი ექიმებში. ვისთანაც არ უნდა მივსულიყავი. იწყებოდა. მეუღლე ყავთ. ნუ ხვდებით ახლა რა ქვეტექსტი აქვს ამ შეკითხვას, ხო? კონტექსტი გასაგებია. როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს დაკავშირებული ამასთან? ეს არის ერთ-ერთი ხო, ეს ერთ-ერთი მითია. რომ ყველაფერი მიდის იქამდე. კი, ვუარყოფთ ჩვენ ყველანი. რომ სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. თორემ მის გარეშეც შეიძლება ურთიერთობა დიდხანს ჯიუტად წლების განმავლობაში. ხო, არა, ნუ მეუღლე, ნუ ხვდებით ახლა ხო პარტნიორს ვერ გეკითხება, ექიმიც ცდილობს რომ ჩვენი საზოგადოება ხომ იცით როგორია. მე რა თქმა უნდა მირჩევნია რომ პირდაპირ მკითხოს პარტნიორი ყავთ, არა, ის მიკიბავს, მოკიბავს, გათხოვილი ბრძანდებით. არა, რატომ არ გათხოვდი და ეს სუტაქტო კომენტარები ხო დაუდგეთ მამაკაცებს თვალები და ეს ტექსტები აღარ შემეძლო უკვე მოკლედ. ასე იყო თუ ისე იყო ბოლოს ყელყურცხვირთან რომ მივედი და გათხოვილი ბრძანდებით თუ არა, აი იქ კი გავაფრინე და მეოთხარი, აი ახლა გამაგებინეთ, ყურში რომ მიყურებ, მე გათხოვილი ვარ თუ არა, აი როგორ აკავშირებ მეოთხარი. აი დაახლოებით ეს მაწვილი. აი ხო და მე აი მას მაგონებს მეთქი, იმიტომ გავაკეთე ეს კომენტარი. აი ეს კავშირები ეს რაღაცა, აი უცნაური კავშირები. ხო, აი უძილობა, უსექსობა, აი უძილობა კიდე შეიძლება რაღაც გაიგო, მაგრამ ნუ გულის ფრიალი მაგალითად მამაკაცს აქვს გულის ფრიალი უძილობა რაღაც შფოთვითი სინდრომი რაღაც ესე იგი სექსი გასაგებია ახლა იცით რა არის მან საინტერესო იმ შემთხვევაში რა იყო მე ხო შევეკითხე მას სქესობრივი ცო ყველაფერი ნორმალურად ყავს პარტნიორი აქ რეგულარული სექსი ყველაფერი ხო შეანათ არის არაფერი შუაში არ არის რა უნდა ამ ინფექციასთან რა ვერ გავიგე რა აი რო იყოს მაგალითად რაღაცა შფოთვა იმის გამო რომ ქონდა დაუცავი კონტაქტი და ეშინია მაგალითად შიცი არ დაემართოს ჰეპატიტი B არ დაემართოს არა ფილმს გავსი არ ყოფილა როგორო კაცო როგორო ისაო ანთებაო იმისიო არ იწევსო ამ თავის ნუ არ ვიცი რა ისეთ რამებს გაიგებს ზოგჯერ რომ ხო და დაუთმოთ დღეს ჩვენ დღევანდელი გადაცემა კი ბატონო სწორედ აი არასწორი ინფორმაციის გაქარწყლებას და სწორი ინფორმაციის მიწოდებას. და პირველ რიგში იმას რომ რა უნდა იცოდეს ადამიანმა იმისათვის რომ კონდეს ჰარმონიული და ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება, რას უნდა მიაქციოს ყურადღებას. რა არის საგანგაშო და რა არ არის აბსოლუტურად საგანგაშო. რისი მაგალითად შეიძლება იგნორირებაც და რისი იგნორირებაც არის დაუშვებელი. იმიტომ რომ ეს ჩვენი რადიოსმენელების და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია, იმიტომ რომ ხანდახან არ არის ადვილი გარკვევა. ხანდახან ზოგჯერ ექიმისთვისაც რთულია, მაგრამ არის აი ერთობლიობა რაღაცა მდგომარეობებისა, სიმპტომებისა, როდესაც შეიძლება რაღაცა დასკვნის გამოტანა და თვითონ პაციენტს შეუძლია ამის გაკეთება. შეუძლია კი არა ვალდებულიც არის. იმიტომ რომ აქედან იწყება, საიდან იწყება საერთოდ აი ავადმყოფობის გამოვლენა, თუნდაც დიაგნოსტიკის პროცესი, ხო? ეს იწყება მანამდე, სანამ ექიმთან მიდის პაციენტი. იმიტომ რომ პაციენტი აკვირდება საკუთარ თავს
და ახდენს აქტუალიზაციას იმ პრობლემისა, რა პრობლემის წინაშეც მაგით დგას, ხო? ეს ტკივილია დაუშვათ რაღაცა სხვადასხვა გზნობა. იმანაც მოახდინა აქტუალიზაცია დაუფიქრდა. ჩაყვინთა საკუთარ თავში და მიხვდა. ცოტა დეფორმირებული აქტუალიზაცია. და მისი უძილობა და თავის ტკივილები იყო მასთან დაკავშირებული. ცოტა დეფორმირებული აქტუალიზაცია და ესე იგი მე სხვა შორის მივეცი ძალიან მგონი ესეთი შესაძლებელი სირჩევა, რომ როდესაც თვითონ ვერ ახერხებს არა პაციენტი, ხო? რისთვის არსებობს ოჯახის ექიმი? შვენიერი კაი სახელი დაარქვეს რა, ოჯახის ექიმი. ანუ პიროვნება, ფართე პროფილის ექიმი, რომელსაც აქვს ესე იგი სპეციალური მომზადება იმაში, რომ გაერკვეს ბევრ პრობლემებში და მე მისცეს მიმართულება რა, როგორც აი ავიადისპეჩერები ვაკეთებენ, აი თვითმფრინავი აქეთ, თვითმფრინავი იქით. რა ვიცი ახლა, ნუ აი ვერ წარმოვიდგენ, რომ აი ესეთი ჩივილები რაც იმ პაციენტს ქონდა, ასეთი ჩივილებით უროლოგთან გაუშვა იმ ოჯახის ექიმმა, ეს არ ყოფილა რა ნამდვილად. ბატონო, მოვუსმინოთ რადიომსმენელს. არ ყავს ხაზზე პირადად უნდა თქვენთან გასაუბრება. ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს საინფორმაციო გამოშვების დროს, სარეკლამო პაუზების დროს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ძვირფასო რადიომსმენელობა, თუ გაქვთ რაიმე ძალიან პირადი შეკითხვა ბატონ ზურაბთან, გადაცემის განმავლობაში ნუ დარეკავთ, მე მგონი გასაგებია, რომ ბატონ ზურაბი შესვენების დროს რა. თან გადაცემას ვერ წაიყვანს და თან ვერ დაგელაპარაკებთ, ამიტომ შესვენებები, როდესაც გვაქვს ხოლმე, ამ პერიოდებით ისარგებლეთ. ტელეფონის ნომრები იცით ალბათ 2921188 და 2921199. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ახლა ეთერი დაუთმოთ მოკლე საინფორმაციო გამოშვებას, რომლის შემდგომაც, რა თქმა უნდა, დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თქვენ კი მოგწერეთ ნომერზე 917778. ეს გახლავთ SMS ნომერი. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, გრძელდება რადიო იმედის ყოველკვირეული გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი. მე დაფნა გახლავართ. ბატონ ზურაბ მარშანია, ექიმი სექსოლოგი, პროფესორი მზად არის, რომ უპასუხობს ნებისმიერ თქვენს შეკითხვას გადაცემის მეორე ნახევარში. შეგიძლიათ SMS-ები გამოგზავნოთ ნომერზე 917778 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან, რაც შეეხება საფასურს, რომელიც ყველას აწუხებს და ეს აქტუალური თემა არის, რა თქმა უნდა, რამდენს გადავიხდი კითხვის გაგზავნაში, გეტყვით, რომ ზუსტად იმდენი ჩამოგიჭრებათ ანგარიშიდან, რამდენიც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა SMS-ის გაგზავნაზე. ასე რომ განვაგრძობთ გადაცემას, ველოდებით რადიომსმენელების კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას. უკვე რამდენიმე SMS-ი არის მიღებული, მათ შორის ბათუმიდანაც ბატონ ზურაბ მოკითხვა გიგზავნის ჩვენი რადიომსმენელი და გვანიშნებენ, რომ ხაზზეც ყავს მსმენელი. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. გისმენთ. მე მაპატიეთქა, მე მაქვს კითხვა ესეთი. რა თქმა უნდა, ახალი არაფერია, მაგრამ მაინც ვერ გავიქე ზუსტად. მამაკაცების სექსუალური გადახრის ავადმყოფობა თანდაყოლილია თუ შეძენილი? რომელი გადახრის ავადმყოფობა? აი, როგორ გითხრათ ეხლა სიტყვას, მამაკაცები რომლებიც კაცებისკენ ტოლვა აქვთ, ხო იცი? გასაგებია. მადლობა შეკითხვისთვის. ბატონ ზურაბ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს კითხვა ჩემს მეუღლესაც გაუჩნდა 2 დღის წინ და მოკლედ დიდი კამათი ქონდა ამ თემაზე, ბოლოს ინტერნეტიც მოვიშველიეთ. რა სიტყვით ბატონ ზურაბ, მე კი მახსოვს ჩვენ გავაკეთეთ მთელი გადაცემა მივუძღვენით არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. უნდა მივუძღვნათ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ბევრნაირი აზრი არსებობს და ასევე მედიცინაშიც და მე მგონი ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მსმენელმა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა ასწია, ასე ვთქვათ, ჩვენმა რადიომსმენელმა და უნდა მივესალმოთ მაგას აუცილებლად. და ერთ-ერთი ის პრობლემა თაგანია, სადაც აი ინფორმაცია მოსახლეობაში არ არის საკმარისი, არის ძალიან მეცნიერულად ტენდენციული, ვიტყოდი ესე, ნუ არამეცნიერული და დაუსაბუთებელი და რაც ყველაზე უფრო არასასიამოვნოა, არის გარკვეულწილად პოლიტიზირებულიც რა. სადღაც აი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს მაგას, რაც ჩემთვის მართალი გითხრათ ძალიან გაუგებარია. და უნდა დავიწყოთ იმითი, რომ აი არსებობს მყარი აზრი საზოგადოებაში, კითხვა ხო ესე ისმა, აი ეს დაავადება ხო? დაავადება ახსენა, გადახრა ხო? გადახრა ეს არის დაავადება ხო?
ეს არის დევიანტური ქცევა. არანორმალური. ო, დევიანტური ქცევა და მაგალითად ესეთი როგორც არის პარაფილიები, ხო? დაახლოებით. ამ შემთხვევაში ესე იგი ძალიან ძნელია, როდესაც ესე მყარად არის გამჯდარი ადამიანში ეს მცდარი ინფორმაცია, რომ ეს არის დაავადება და ამას ზოგჯერ სრულიად სერიოზულად მე კოლეგებიც მიმტკიცებენ. როს არის დაავადება? დიპლომირებული ექიმები, ხარისხიანი, რა თქმა უნდა, არასექსოლოგები, ხა სექსოლოგისგან და უროლოგისგანაც კი და გინეკოლოგისგანაც. მაგალითად გონია რომ და დარწმუნებული ვარ რომ მისი აზრი თუ გვაინტერესებს და თუ მოსატანი აქვს ჩემი მეუღლის აზრი, მას მაგალითად გონია რომ ეს არის გენეტიკური. ბევრ ექიმებსაც გონია, არა, მანდ რა არის, აქ ლაპარაკი არის დაავადება, არის თუ არა. გადახრა ეს დაავადებაა. ახლა იმას თუ გონია რომ გენეტიკური, ალბათ ისიც ფიქრობს რომ გენეტიკური დაავადება. ამ დროს ესე იგი ძალიან ძნელია ადამიანს აუხსნა და დაარწმუნო, რომ არ არის დაავადება. არც ერთ დაავადების კლასიფიკაციებში პრაქტიკულად 70-იანი წლებიდან უკვე აღარ ფიგურირებს. აღარ ფიგურირებს ჰომოსექსუალობა. არ მკურნალობენ, რა თქმა უნდა, არ მკურნალობენ. რა არის ეს ადამიანის არჩევანია? არა, ეს არ არის არჩევანი, ეს არის სექსუალური ორიენტაცია. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა რომ ვთქვათ რომ ეს არის იდენტობა ადამიანის ასე ვთქვათ სექსუალური იდენტობა მისი მე შინაგანი მე რომლის გენეზია რა რომლის წარმოშობის მექანიზმი და საერთოდ ჰომოსექსუალობის ანუ ორიენტაციის არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური თუ დაუშვათ ბისექსუალური ორიენტაცია. აი როგორ ხდება ამის ფორმირების პროცესი, მხოლოდ ჰიპოთეზების დონეზე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ. უამრავი თეორია არსებობს, მათ შორის გენეტიკური თეორიაც. აი თქვენო მეუღლემ რო ასე ეს ძალიან ასე ვთქვათ რო იტყვიან საკმაოდ კარგად არგუმენტირებული თეორიაა, მაგრამ ყველა თეორიას და ყველა ჰიპოთეზას რაც უნდა კარგი არგუმენტირებული იყოს, ჰიპოთეზად რჩება სანამ ის მეცნიერულად არ არის დადასტურებული. აი მე ხო არც ექიმი ვარ და ძალიან შორს ვარ განათლებით ექიმისგან. ზოგადადაც არავარ ის ადამიანი, რომელიც ძალიან უკირკიტებს აი ხა ამ სამედიცინო ლიტერატურას, ხო? თქვენთან ერთად 3 წელიწადია მიმყავს გადაცემა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ დედა ვარ, რა თქმა უნდა, რაღაცაში ვერ ყვევი და მგონია, რომ ყველა მშობელი ერკვევა მეტად თუ ნაკლებად მედიცინაში და ყველაზე დასრული ადამიანი. ოღონდ ეს სამოყვარულო დონეზე ესე უხეშად რო ვთქვათ, ხო? არა პროფესიონალი. მე მაგალითად ჩემი არაპროფესიონალური გადმოსახედიდან მეჩვენება რომ სიტყვა გენეტიკური უნდა ნიშნავდეს მაშინ იმას რომ უნდა გადადიოდეს თაობიდან თაობაზე, ხო? და ერთ ოჯახში უნდა იყოს მაგალითად 3 თაობის ჰომოსექსუალი. აბა რას ნიშნავს გენეტიკური? ესე იგი მე ეს გენი მივიღე რომელიღაცა ჩემი ნათესავისგან, ხო? ბაბუისგან მაინც. არის ეს თეორია გენეტიკური. ხო და რო არსებობს ეს თეორია, რაზე არის დაფუძნებული, რომ არის ის ოჯახები მსოფლიოში, სადაც 3 თაობის ჰომოსექსუალები ყავთ მაგალითად? არა, როგორც წესი, შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში გამიგონია, რომ არსებობს ესეთი, რომ მაგალითად აი ორივე დედმამიშვილი ყოფილან ხოლმე რა არატრადიციული ორიენტაციის, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათია. უფრო ტიპიური არის როგორც წესი, მაგალითად ერთი დედმამიშვილი არის ჰომოსექსუალური ორიენტაციის, მეორე არის ჰეტეროსექსუალი. როგორც წესი, უფრო ხშირად ასეა. ესე იგი რაღაცნაირი რო იტყვიან, აი კორელაცია, აი ერთ ოჯახსა და ამ ოჯახის პარკლებში დაუშვათ ამ ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანის ფორმირებისა, დავარქვათ ესე, იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ ეს პროცესი მთლიანად როგორ მიდის, არ არსებობს. ხო და ამიტომაც მაინტერესებს, აი რა საფუძველი აქვს ამ გენეტიკურ ზოგჯერ მაგალითად ჰომო და ბისექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ზოგჯერ კი არა ძალიან ხშირად შვილებიც ყავთ. და აბსოლუტურად დიდ უმრავლეს შემთხვევაში ახლა რაც არსებობს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ისინიც ჰეტეროსექსუალები არიან. ესე იგი რაღაც სხვა რამეშია საქმე. ბატონო, ჩვენ რა კიდევ ერთი რადიო მსმენელი კაიხანია გველოდება და გავცეთ პასუხი მის შეკითხვასაც. ხო, თორე ამ თემაზე ჩვენ უსასრულოდ ვისაუბრებთ. წაიყვანეს ეს გადაცემა. მოგესალმებით საღამომშვიდობის. მოგესალმებით. აღარ დაგველოდა ეთყობა ძალიან დიდხანს ვალოდინეთ. ბატონო ზურაბ,
არის? მსმენელი ხაზე. ალო. დაცემა არის ბატონო ზურაბ. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. აი ხლა ეთერში ხართ. მოგესალმებით საღამომშვიდობის. თუ შეიძლება რადიო მიმღებს ჩაუწიეთ და ჩვენ ხმებს უსმინეთ ტელეფონით. იმიტომ რომ თქვენთან დაგვიანებით მოდის. აი, ჩაუწიეთ. გამორთეს უმწლიანად. ძალიან მადლობელი ვარ საერთოდ თქვენი გადაცემის. არ არის ცოტა დიდი ხანი არ არის რაც ჩაგერთე და დიდი მადლობა ბატონო ზურაბ თქვენი წიგნისათვის. ნამდვილად შევიძინე. მე თავად თქვენი კოლეგა, თქვენ ექიმი ვარ საერთოდ 50 წელი არა დავამთავრე პედიატრიული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ასე რომ ბავშვი არა ვარ. ამ საკითხში და თქვენ საკითხში, მაგრამ ეს არის თქვენ რომ აღნიშნეთ კიდეც რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩვენ სექსოლოგია არ გვისწავლია, არ გაგვივლია როგორც საგანი. პედიატრებმა დავამთავრეთ რა თქმა უნდა პედიატრიული თვალთახედვით ყველაფერი ის რაც ბავშვს შეეხება და ბავშვს ეკუთვნის 18 წლამდე 0-დან 18 წლამდე. მაგრამ მე მუშაობდი урологიის ინსტიტუტში სამეცნიერო მუშაკად და ასევე მუშაობდი სანატორიუმში და ვღებულობდი წყალტუბოში ყველა ქვეყნიდან, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან. ერთ-ერთი მიღების დროს მოვიდა ქალბატონი 32 წლის, რა თქმა უნდა, მე არ გვარდა სახელს არ ვასახელებდა ეს ჩემს ექიმის იმაში ეთიკაში არ შედის რომ აღნიშნო ვინ არის და რა არის, მაგრამ მეკითხება გავამთავრე ყველაფერი, მე დაუნიშნე აბაზანები, დაუნიშნე ყველაფერი და მეკითხება დოქტორ, я без мужчины могу ночью. ახლა უცბად ავხედე და ვეთხარი პარეცეპტი я не могу выписать. ვეთხარი მიბრძანდეთ თავი ექიმთან მეთქი და როგორც მოილაპარაკებთ თქვენ თვითონ გეტყვით მეთქი ის და პარკში მე ვთხარი გაიარა და ვინც მოგეწონებათ. ახლა გამოირჩიე და მე გააფორმეთ მე ვთხარი თავი ექიმთან ცხოვრებაშვილი იყო ვალნინი მაშინ გეოლოგიის მთავარი ექიმი იყო. კი ბატონო დავამთავრე სამსაძე მიხედა გავიხედი მივდივარ და ეს ქალბატონი ისეთი კარგი მამაკაცი მოდის და ისეთი სიხარული და იმით გამომხედა დოქტორო მე მადლობთო რაც მითხარითო შევასრულე ყველაფერიო. ახლა რატომ გეკითხებით ამდენ რამეს არის ჭადრაკში ასეთი სოფიანი დედოფალი რომელიც იცავს მეფეს ესე იგი ქვია სოფიანი დედოფალი და არის არსებითი გამოთქვა სოფიანი საშვილოსნო ასევე არის ცვაიგის ამოკი და თქვენ ამათ შესახებ რა უნდა ვიფიქროთ. მე შევიძინე მართალია მე ენციკლოპედიაში ყველაფერი ახლა ბალშაია მალაია მეცინსკая ენციკლოპედია ხალხში ყველა მამა თვითონ დამსახურებული ექიმი და ყველაფერი კი ბატონო ცნობილია ჩემთვის, მაგრამ პაციენტი როცა მოდის და გეუბნება რომ ლიტერატურა მომეცით ამის შესახებ ჩვენ წყალტუბოში ვყავდა სექსოლოგი და ყოველთვის აგზავნიდი საკონსულტაციოდ და ბოლოს შევიძინე კიევიდან 78 წელს გამოვწერეთ აზბუკა სექსა, მაგრამ არ მახსოვს ავტორი ვინ არის, ორი ავტორი ყავდა სხვათა შორის, მაგრამ ეს სიგნე ისეთ ხალხელშუა დამეკარგა რომ მისი ასავალ-დასავალიც ვერ ვიგეთ, წაიღეს, ამოიღეს აქეთ-იქეთ, მაგრამ არ და კარგია თუ წაიღეს და შეისწავლეს და თქვენ დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ყველაფრის კულტურა არსებობს, საუბრის, მოსმენის, ჯამის და ჩაცმის დახურის ყველაფერი და სექსოლოგიურ კულტურას რომ ასე კარგად გადმოგცემ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენი გადაცემებისათვის. დიდი მადლობა. ბატონო ზურაბ სოფიანი საშვილოსნო. სოფიანი საშვილოსნო ის რა არის? იცით ეს არის მომატებული სექსუალური ლტოლვა. რა თქმა უნდა ეს არის აშლილობა, ეს არის სექსუალური დისფუნქცია, რომელსაც აქვს ფსიქოგენური წარმოშობა. როგორც ქალის სექსუალური დისფუნქციების დიდი უმრავლესობა სამწუხაროდ არ არის ზუსტად ცნობილი გენეზი, რითი არის განპირობებული ეგ, მაგრამ ფაქტია რომ საკმაოდ იშვიათია.
თუმცა სერიოზულ პრობლემას უქმნის მომატებული სექსუალური ლტოლვა, ამას კიდე ცოფიენ საშილოსნო არის ესეთი ტერმინი, არის კიდე ესეთი ტერმინი ნიმფომანია, ქალს უწოდებენ ხოლმე. როდესაც მამაკაცში არის ეს მომატებული სექსუალური ლტოლვა, ცნობილი არის როგორც სატირიაზისის, ასე ვთქვათ, დიაგნოზით. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, რახან ფსიქოგენური არის, გარკვეულწილად ფსიქოთერაპიული ინტერვენციების მეშვეობით, შესაძლებელია კიდევ ცოტა ფსიქოტროპული საშუალებებით ჩაერთვას, როცა არის ამისთვის ჩვენება შესაბამისი, ხო? ეს ფსიქიატრებმაც კარგად იციან, ასევე როგორც სექსოლოგებმაც, ასე რომ პრინციპში შეიძლება დადებითი შედეგის მიღება ასეთ შემთხვევაში, თუმცა რო გითხრათ ძალიან ესე იგი პროდუქტიულიც არ არის ხოლმე რა ხშირად და ასაკთან მიმართებაში რა თქმა უნდა უფრო ხშირი არის როდესაც არის აქტიური სქესობრივი ცხოვრება მაშინ ახლა როდესაც ინვოლუციის პერიოდში და იმ პერიოდში როცა უკვე ქალს ასე ვთქვათ უქარება ნელ-ნელა სქესობრივი ლტოლვა ნაკლებად აქტუალურია. თუ არ ჩავთვლით კლიმაქტერული ნევროზის ზოგიერთნაირ სახეობას, როდესაც დამახასიათებელია ესეთი ხანმოკლე პერიოდები მომატებული სქესობრივი ლტოლვისა, რომელიც ხანდახან პათოლოგიურ ნიშნებს იწევს, მაგრამ უფრო ხშირად ეს ასე ვთქვათ არც ფლათ ახალგაზრდა, მაგრამ არც ხან შესულ ასაკში ხვდება ხოლმე უფრო ხშირად. ასე რომ ეს გარკვეულწილად მაინც რისკები ცოტა უფრო მეტი არის 30 გადაცილებულ ასაკში იქეთ უფრო. ვიდრე ახალგაზრდა ასაკში თქვენ წარმოიდგინეთ ეს სექსუალური ლტოლვა ქალებში იმდენად მაღალი არ არის ხოლმე, მე მატულობს უფრო ხშირად. აი ეს რაც შეიძლება ითქვას ამ მდგომარეობაზე, რასაც არის, რასაც უწოდებენ ესეთ სოფიან საშულოსნოს, ანუ ნიმფომანიას, მომატებულ სექსუალურ ლტოლვას ქალებში. მომატებული სექსუალური ლტოლვა ეს არის დიაგნოზი, რომელიც ჩამოყალიბებული არის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით და თავისი კოდი აქვს მაგას, კოდიფიცირებულია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ესე იგი სხვა საკითხებს, არა, მე მინდა მაინც რაღაცნაირად გამოვყო ჯგუფი იმ საკითხებისა, რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებისა. უკვე რამდენიმე კითხვა მივიღეთ ჩვენ, ესეც კარგი იყო ეს კითხვა, რომ მოვიდა და ინიციატივა, რომ უკვე რადიო მსმენელს ჰქონდა, ეს მშვენიერია. მაგრამ გარდა მაგისა, მე მინდა მაინც რაღაც სისტემატიზებული სახე მივცე, კლასიფიცირებული სახე მივცე, რათა რაღაცაირად გავაადვილოთ ჩვენი ამოცანა და უფრო მეტი ინფორმაცია მივცეთ რადიო მსმენელს მოკლე დროში, რაც ჩვენ გაგვაჩნია. და რაც დაგვრჩა საინფორმაციო გადაცემამდე. და ამიტომაც აი რამდენიმე ჯგუფს გამოვყოფთ. პირველი ჯგუფი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეს არის პერიოდი, როდესაც იწყება სქესობრივი ცხოვრება. პირობითაც ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ კიდე პერიოდი, როდესაც ადამიანი ემზადება აი ამ სქესობრივი ცხოვრებისთვის, ანუ მოზარდობის ჰიპერსექსუალობის პერიოდი, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში, პირველი სექსუალური გამოცდილების მიღების პერიოდი, ხო? გარდა მაგისა უკვე ქორწინების წინა პერიოდი, როდესაც ამას მოძდებს ქორწინება, უკვე პირველი საქორწინო ღამე, ესე იგი სექსი ქორწინებაში და შესაბამისად შემდგომ უკვე ასე ვთქვათ წლების განმავლობაში ღებულობს აი ეს სქესობრივი ცხოვრება ცოლფრული თანაცხოვრების პირობებში ღებულობს გარკვეულ ფორმებს, თავისებურებები გააჩნია, ამაზეც არის ხოლმე ბევრი კითხვები და შესაბამისად ესე იგი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ჩვენ აი ძირითადი, აი ყველაზე ხშირი კითხვები, რომელიც უჩნდება ხოლმე რადიო მსმენელს. აი და რა თქმა უნდა ესე როცა ვილაპარაკეთ მე უკვე ასაკობრივი პრობლემები სექსში და ასე შემდეგ. აი ეს ესე იგი პირობითად რო ჩამოვყვეთ რა. თუმცა შეიძლება მე ბევრი რამე გამოვჭა, თუმცა ძირითადი მე მგონი მაინც მოგახსენეთ რა და აი როდესაც ლაპარაკი არის იმაზე რომ აი ადამიანი იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ემზადება სქესობრივი ცხოვრებისათვის, ხო?
და აი რა პირობებში უნდა ხდებოდეს ყველაფერი ეს, რომ ადამიანი მამაკაცი იქნება თუ გოგონა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს და პირველი გამოცდილება მიიღოს, პირველი სექსუალური გამოცდილება მიიღოს მაქსიმალურად უმკივნეულოდ და ოპტიმალურად. აი როგორ უნდა მოემზადოს? რა თქმა უნდა ამ პროცესში ყველაზე მთავარი არის ოჯახური გაზრდა. აღზრდა. ესე იგი ფსიქოსექსუალური განვითარების პროცესი უნდა ჰარმონიულად მიდიოდეს. არ უნდა ხდებოდეს ძირითადად მშობლების მხრიდან, დედა იქნება თუ მამა მნიშვნელობა არ აქვს, უხეში ჩარევა, ხო? მაგალითად, აი ხშირად გვეკითხებიან, აი რა უნდა გავაკეთო მე, რომ ჩემი შვილი კარგად განვითარდეს, არაფერი არ მოუვიდეს, დაუშვათ ორიენტაცია არ შეეცვალოს, ხო? ხშირად ყოფილა ეგეთი კითხვები, ხო? რომ პირველ ღამეს ყველაფერი კარგად ჩატარდეს, პრობლემები არ ქონდეს ბიჭს გოგონასთან, გოგონას ბიჭთან, აი რა გავაკეთო. რა არის, იცით, ასეთ პროცესში, ეს კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური მშობელის მხრიდან და კარგი. მაგრამ ძალიან ხშირად ეს რა გავაკეთო, რა არის, იცით, უფრო ხშირად წააგავს, აი ხომ ესე უნდა გამეკეთებინა რა. ხომ ესე უნდა ჩავრეულიყავე მე ამ პროცესში, ხო? და ესე იგი ჩავრეულიყავი ძალიან ხშირად, არც თუ ისე რბილად, რა შეიძლება ძალადობრივი ფორმითაც, ხო? ზედაწოლის ფორმით, ეს ახლა ფიზიკური ზედაწოლა ახლა ალბათ ნაკლებად, მაგრამ ფსიქოლოგიური ხასიათის ძალიან, ხო? ტიპიური შემთხვევები ხო შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ, მაგალითად ბიჭის შემთხვევაში განსაკუთრებით ცოდავს დედა, ხო? რა გინდა შენ ამ გოგოსთან? არ დაგინახო მანდ? სათქცალია შენ პაემანზე და ამაზე წასასვლელად უნდა იჯდე, წიგნებს კითხულობდე, ასე შემდეგ. თორემ სახში როზის წიგნებს კითხულობს, იკლავს თავს რა. რას იზავს ასე დროს ბავშვი, ხო? შევა და პორნო საიტებში დაიწყებს, ასე ვთქვათ, ძრომიალს და მე თავის დაკმაყოფილებს. ეს ჯობია? ანდა გოგონის შემთხვევაში, რომ აი არ დაგინახო, რას ქვია ბიჭი, არ დავინახო, თორე მოვკლავ ესე ვიზავ ჩემი შვილი, ზოგი იქამდეც მიდის, რომ ჩემი შვილი არც გათხოვდება. არა, სულ მამასთან უნდა იყოს რა. როგორ შეიძლება გათხოვდეს? ხო, ყოველ შემთხვევაში ამის ანონსირებას ვაკეთებენ. არა, თუ საჯაროდ არ ამბობენ ამას, ყოველ შემთხვევაში თავისი ქცევით იქამდე მიყავთ მე ის ზედაწოლას აკეთებენ და შედეგად რას ვიღებთ? ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხებას, ანუ რეტარდაციას. რაც არის ძალიან მძიმე სექსუალური დისფუნქციების მიზეზი. ხო და მე მოგდის SMS-ები 45 წლის ასაკში შეიძლება სექსი დავიწყო. და მასტურბაცია და რაღაც. ხო და თვითონ რეაქცია მასტურბაციაზეც, ხო? მასტურბაცია ჩვენ ვიცით, რომ საერთოდ მასტურბაცია ეს ცალკე თემაა რა, უზარმაზარი, რომელზეც ალბათ აგებული არის ამ მითების, ამ ბოროტი მითების, არ ვიცი, პირამიდები რა, ხეოფსის პირამიდის მსგავსი ალბათ უამრავი პირამიდა. და აი, როდესაც ესეთი პროცესი, ჰარმონიული პროცესი ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარების არის დარღვეული, აი ამ დარღვევას მე მოყვება ყველა ნეგატიური მოვლენები და როდესაც მშობელი ხელს უწყობს ამას, ხო? ნებსი თუ უნებლიეთ ის ხდება ძირითადი მიზეზი აი ამ დარღვევების განვითარებისა. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ჩვენ ვერ მოვასწარეთ იმ შეგვიძლია შემდეგ გადაცემაზე უნდა გადავიტანოთ და გავაგრძელოთ, იმიტომ რომ აი დავაანონსებ კიდევაც შემდეგ გადაცემაზე რაზე ვილაპარაკებთ, ხო? აი დაუშვათ მოხდა, მივიდა იქამდე, რომ უკვე იწყება პირველი სექსუალური გამოცდილება. რა არის ყველაზე ხშირი კითხვები ასე დროს? ყველაზე ხშირი კითხვებია, რომელ ასაკში უნდა მივიღო? ადრე ხო არ არის, გვიან ხო არ არის, ხო? თან ადრე, რა ვიცი, შეიძლება 11-12 წლიდან იყოს ლაპარაკი, გვიან ჩვენ მიგვიღია ესეთი, რომ ვარ 50-ის თუ 45 წლის ბიჭი თუ რაღაც გოგო და გვიანი ხო არ არის, რომ დავიწყო. და აი შემდეგ გადაცემაში აი ამ საკითხზე მე მგონი ფოკუსირება საინტერესო იქნებოდა რა და მართლაც დაუპასუხოთ რა ჯობია როდის დაიწყოს და არა მხოლოდ ამ შეკითხვებს ვეცადოთ რომ იმ შეკითხვებსაც უპასუხოთ რომელიც ყველაზე ხშირად მოგვდეს კიდე სხვა შეკითხვებიც მოდის კიდე ხშირად ამ საკითხზე მაგალითად აი სქესობრივი ცხოვრება ქორწინებაში ხო რამდენად ხშირი უნდა იყოს ხო ყოველდღე მე ექსცესები ანუ ერთ დღეში ერთზე მეტი კარგია თუ ცუდია
ამაზე ყველაზე ვილაპარაკებთ შემდეგ გადაცემაში. და კითხვებზე პასუხს გაგცემთ უკვე საინფორმაციო გამოშვების დასრულების თანავე. თქვენ კი ისარგებლეთ ამ პაუზით 917778 SMS ნომერი თქვენი SMS გზავნილებისთვის დაგვიკავშირდით, მოგწერეთ შეკითხვები. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გვისმენთ რადიო იმედის ტალღაზე. მე გახლავართ დაფნა. გვერდს მიმშვენებს სექსოლოგიის პროფესორი ბატონი ზურაბ მარშანია, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, რომელიც არ გახლავთ ამ გადაცემის სტუმარი. ასე რომ SMS-ები, რომელიც მოდის და სადაც წერია, აბა კითხეთ დაფნა თქვენს სტუმარს, აი მეღიმება ხოლმე. ბატონ ზურაბი რომ არ ყოფილიყო, ეს გადაცემაც არ იქნებოდა. ასე რომ ჩვენ ერთად მოვდივართ უკვე 3 წელიწადზე მეტია. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც SMS-ების კითხვაზე გადადიხარ და პირველივე SMS-ი, რომელიც მოდის, სამადლობელი SMS-ია. როდესაც ასაკოვანი თუ ახალგაზრდა ადამიანები გწერენ, რომ თურმე რა კარგია, რომ არსებობს თქვენი გადაცემა და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ცხოვრება დამთავრებულია და წასულები არიან დიდი სექსი და ბევრნი უკვე აღარ არიან დიდ სექსში, მაგრამ მათაც თურმე ბევრი ჩვენი გადაცემა, ზოგი აღარ არის ეტაპსაიდში. ასე რომ ასე. მოკლედ გადაცემა სექსზე, თუმცა არა მხოლოდ. გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ნომერზე 917778. ეს გახლავთ SMS ნომერი ნებისმიერი მობილური ოპერატორისთვის. ბატონო ზურაბ, მე დავპირდე ჩვენს რადიო მსმენელებს, რომლებიც გვემეგობრებიან ინტერნეტით, Facebook-ით უბრალოდ მე დავპირდი მათ, რომ პირველივე შეკითხვები, რომელსაც წავიკითხავ, იქნება მათი. ასე რომ მე დანაპირები უნდა შევასრულო და ისინი იქნებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც პირველები შეიტყობენ თავიანთ შეკითხვებზე პასუხებს. პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს დაახლოებით 3 დღის წინ, ჟღერს ასე. ერთი წუთით ნატომაც ნელა მუშაობს ინტერნეტი. საერთოდ აღარ მუშაობს მე მგონი. ძალიან ნელა მიხსნის წერილებს, მოკლედ ფიმოზი აქვს ადამიანს და მოკლედ შინაარსი ასეთია, მე კი მინდოდა რომ წამეკითხა მამაკაცის წერილი, მაგრამ ბოდის მოვუხდი, ინტერნეტი არ გვაძლევს ამის საშუალებას. ფიმოზი აქვს ადამიანს და ის კითხულობს თუ არის ფიმოზი ნადრევი ეაკულაციის მიზეზი. იცით რა, უშუალო მიზეზი არა, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორი ნამდვილად არის. იმიტომ რომ არა მარტო ნადრევი ეაკულაციასთან მიმართებაში, არამედ ერექციის დარღვევასთან მიმართებაში, ერექციულ დისფუნქციას მიმართებაშიც ფიმოზი თავის როლს თამაშობს, ნეგატიურ როლს. ამიტომაც მე მაინც მომხრე ვარ აქტიური ტაქტიკისა ფიმოსთან მიმართებაში, ან ოპერაციული მკურნალობის რაც შეიძლება დროულად რა. ყოველ შემთხვევაში სანამ ადამიანი დაიწყეს რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, რა, მოზარდობის პერიოდში ჯობია ეს მოიშოროს ეს პრობლემა რა, იმიტომ რომ როგორც წესი, იყო რაღაცა მცდელობები არის ხოლმე განსაკუთრებით ბავშვების ასაკში ფიმოზის კონსერვატიული მკურნალობის ერიდებიან ახლა ბავშვის ოპერაციას, მაგრამ ახლა მოზარდზე და მოზდილზე რა მოსარიდებელია. კეთდება საკმაოდ კვალიფიციურად ეს ოპერაციები საქართველოში. და კითხვა არის ასეთი, კეთდება თუ არა ნარკოზით. მე მგონი ყველაზე საინტერესოა რა, თუ სურვილი აქვს გაუკეთებენ, მაგრამ დაუჯდება გაცილებით უფრო ძვირი და არაფერი საჭიროება მაგისი არა, აბსოლუტურად უმკივნეულოდ კეთდება. უამრავ პაციენტზე, უკვე ჩემ პაციენტზე ეს გაკეთდა ეს ოპერაცია, პირადად მე ვისაც ვკურირებ და მოსულან მე ჩემთან გაუგზელებიათ მკურნალობა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი არიან ესეთი და აბსოლუტურად კარგი შედეგებია რა ყველა შემთხვევაში. შემდეგი შეკითხვა კიდევ ერთ ჩვენი რადიო მსმენელის, ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთო, დიდი მადლობაო, სულ გისმენთო და აინტერესებს მას, თუ არის შესაძლებელი შიცის ან ჰეპატიტების გადადება ისეთი მამაკაცისგან, ვისაც ამოკვეთილი აქვს პროსტატის ჯირკვალი და სექსის დროს მას სპერმა არ გამოეყოფა. იცით რა, აი ფიმოსთან მიმართებაშიც არის ძალიან ბევრი სტერეოტიპები რა, მაგალითად მიაჩნიათ რომ აი არ არის სავალდებულო ოპერაციის გაკეთება და ფიმოზითაც შეიძლება სქესობრივი ცხოვრება და შეიძლება, მაგრამ ჯობია რომ
მოშორდეს და რაც შეეხება ამ მეორე შემთხვევას, აქ უკვე აბსოლუტურად არაადეკვატური არის სქესობრივი განათლების დონე. რა შუაშია ახლა პროსტატა? რა შუაშია პროსტატა? და სპერმა? სქესობრივი გზით გადამდებელ ინფექციასთან მიმართებაში, ხო? და სპერმა? იგივე, როცა ლაპარაკია შიდზე, შიდსი ხო ესე იგი სპერმა რა, პროსტატა ამოკვეთილია, ხო? სპერმა არ გამოიყოფა. სპერმა არ გამოიყოფა. მაგრამ ერექცია მაინც აქვს. დიახ. ხო? და სექსი აქვს. ირღვევა, სექსიც აქვს, ხო? და შესაბამისად, ესე იგი, ჩვენ ხო ვიცით, რომ დაუშვათ სქესობრივი აქტის დროს შეიძლება ხახუნის შედეგად მოხდეს მთლიანობის დარღვევა. კანის. ხო? ლორწოვანი გარსის. დიახ. სპერმა დაუშვათ არ გამოიყოფა რა, მაგრამ სეკრეტი ხო გამოიყოფა მაინც ურეთრიდან რაღაცა. დიახ. სავსებით შესაძლებელია. მაგრამ რა თქმა უნდა, სპერმის გარეშე ალბათობა დასნებოვანების არის ნაკლები, მაგრამ სპერმის გარეშეც შესაძლებელია. ეს იყო ჩვენი Facebook მეგობრების შეკითხვები. გადავდივართ ახლა SMS-ების კითხვაზე. სალამი ბატონებო, ძალიან საჭირო გადაცემა. ბათუმელებიო, გვიანვგებლობთ თბილისურ სიმართლესა თუ ჭორებსო. ექიმებში გნახეთ. ბატონზურობ თქვენზე საუბარი. თქვენი ასაკისა ვიქნები მეც და ჩვენ კარგად ვიცით კომუნისტების დროს რა სექსი იყო ზღვაზე რუსებთან. თქვენც კაი მექალთანი იქნებოდით, აი, გისვა კიდევაც დიაგნოზი. ქალბატონი დაფნაც გაგვაცანით როგორმე გაიხარეთ, მაგრები ხართო. ბატონზურობ. ნუ კომენტარი უნდა თქვა, ვიყავი თუ არა მექალთანი. მოდი ახლა ესე ვიტყვი, ცოტა ტაქტიანად ვიტყვი რა. ნამდვილად სარგებლობდი, ასე ვთქვათ, პოპულარობით ქალთა სქესის წარმომადგენლებში რა. ნამდვილად მოწონდი რა ქალებს რა. მაგრამ საქმე რაშია, იცით, მე აი თვითკრიტიკულად უყურებ ამას ყველაფერს რა. თვითონ ქალი იმდენად მშვენიერი არსებაა, იმდენად კარგია ყველანაირად რა, ყველანაირად სხეულითაც, ხასიათითაც, მამაკაცთან ურთიერთობაშიც, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებაზე ქალის დამოკიდებულება მამაკაცის მიმართ გაცილებით უფრო ბუნებრივია, ჰარმონიულია, სასიამოვნოა მამაკაცისთვის, ვიდრე მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ უფრო ხშირად უარყოფით ემოციებთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ. ხო და აი გვიან გავიგე ცოტა ქალის ფასი. აი ახლა ასაკში რო შევედი, აი ახლა უფრო ვიცი რა და ხანდახან ვნანობ რომ არ ვიყავი უფრო გულისხმიერი რა. ზოგიერთი ქალების მიმართ. იმედია თქვენი მეუღლე გადაცემას არ უწევს. ჩემი მეუღლე ნამდვილად არ უსმენს ახლა. გამარჯობა. ხო შეიძლება ეს სინანული არის კეთილი სინანული რა. გასაგები, რა თქმა უნდა. გამარჯობა ბატონებო, საჭირო გადაცემა. თაობამ რა იცი სექსის ძველი თაობა ვიყავით, ვიცოდით ქალთან გულავის ფასი, აი არ მიყვარს ეს გამოთქმა, ეს გულავი. ფასი ბევრი ახალი ხალის სიყვარულის ფასი. აი ასე გაგრძელეთ. დიდი მადლობა. მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი პენისის გაზრდა. აი ეს დაგვავიწყდა რა. არა ერთი წუთით არ არის ეს დამთავრებული, არა უფრო შორს წავიდა წამლებით ან ბალახეულობის გამოყენებით. მოდი წამლები არ გვინდა ბალახების ფას რა. დალი გენაცვალე დალი. იქნებ და ისი ნაყენი გვირილა გვიშველი. სულეთი ყველა კაია. ყველა კაია რაღაცა და ოღონდ რა არის იცით ერთადერთ რაღაცას ურჩევ რა ესე იგი მოხარშული თუ რაღაცა ლექს რო იდებენ ხოლმე ეს გოგო აი მაგას ნუ დაიდეთ რა და დანარჩენი რაც გაიხარდება გენაცვლები გვირილა გადასარევია პიტნის ნაყენი გადასარევია ზურა ვიღაცა იფიქრებს რომ სერიოზულად კაია რა სულჭებას ატრო დაიწყეს მე ისა კიდე რა უთხრა მრავალ ზარღვა რა ის კი სალბე კატაბალახა მრავალ ზარღვა სალხო არა სალბუნი არა ესე დასალებად გამოსავლებად მარგანცუკარა რა მარგანცუკარა ერთი ასი შოვება და
მე და ჩემს მეუღლეს რეგულარულად გვაქვს სექსი, გვწერს რადიო მსმენელი, მაგრამ მას არასდროს გამოუთქვამს სურვილი, სულ მე მინდაო და ვერ ხვდები რატომო. სავარაუდოდ მამაკაცია, ხო? მაგას რა ჯობია ახლა, ესე იგი არ არის სავალდებულო რომ იყოს აქტიურობა ორივე მხრიდან. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ასე ვთქვათ მოდელი სექსუალური ქცევისა აბსოლუტურად გამორიცხავს ქალის მხრიდან რაღაც აქტიურობას. ქალს შეიძლება ძალიანაც უნდა, მაგრამ მცხვენია. ძალიანაც უნდა, მაგრამ მცხვენია. აი ხშირად გამიგია განსაკუთრებით იმ პაციენტებისაგან, ჩემი პაციენტებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ბევრია ახლა ესეთები რა. ახალგაზრდები, აცვლად ახალგაზრდები რა და რო ჩამოდიან საქართველოში, ბევრი რამე სხვანაირად უყურებენ რა და გულის ტკივილს გამოთქვამენ ესეც რა, ესე მეც აი რაღაცნაირად ძალიან თანაგზნობით უყურებ აი ესეთ ემოციებს. აი მამაკაცი ეძახის ესეთ რაღაცას რა კარგები არიან ქართველი ქალები, მაგრამ რატო არიან ესეთი დაძაბულები, ესე იგი მამაკაცთან ურთიერთობაშიო რა. აი ეს დაძაბულობა რაღაცნაირად აი დისკომფორტს უქმნის მას, იმიტომ რომ ის მიჩვეულია უკვე ისეთ ქალებთან ურთიერთობას, რომელიც სექსის დროს სულ არ არის დაძაბული. პირიქით არის ძალიან ლაღი და თავისუფალი. რა ჯობია? იცით რა ჯობია? მოდით ეს არჩევანი თვითონ დაუტოვოთ ადამიანს. მთავარი არის რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ ყველამ რომ მიშელ დე მონტენის არ იყოს ძალიან ხშირად მიყვარს ამ გენიალური კაცის გახსენება, რომ სექსი ეს ბუნებრივი რაღაცა არის, ეს არ არის არც სიცხვილი, ეს არ არის არც უხამსობა და ეს არც არ არის ესეთი მიუღებელი რაღაცა, რომელსაც უნდა გვეშინოდეს რა, გვეშინია. ბატონო ზურაბ, მე მგონი ცოტა ბლისისკენ უნდა გადავიხარო ძალიან ბევრი შეკითხვა დღეს. მაინტერესებს კალენდარული თუ ამართლებს ორსულობისგან თავდასაცავად უგვეკითხებიან. არ ამართლებს. ვარ 36 წლის და მაქვს პირველი სტადიის ფიმოზი. არის თუ არა შესაძლებელი ოპერაციის გარეშე მკურნალობა? იცით რა, მე ცოტა ეჭვმეპარება ამ სტადიებისა ფიმოზისა, თუ არის ფიმოზია რა, ჯობია ოპერაციული გზით იყოს მოხდა. ხშირი სექსი არ მაქვს, რამე პრობლემა ხომ არ იქნება უმითხარით. მოდით ვთქვათ ესე, კვირაში 1-2 თუ აქვს, ეს შეიძლება ჩავთვალოთ ხშირ სექსად. კვირაში ერთხელ ან უფრო ნაკლები ეს ხშირი სექსი ნამდვილად არ არის, მაგრამ წელიწადში 1 თუ აქვს, რა ვიცი, ეს ცოტაა რა. პენისის თავი მიწეთლდება და მეწვება, ეს იკურნება? რა თქმა უნდა იკურნება, ეს არის ბალანოპოსტიტი. ბალანოპოსტიტი სამწუხაროდ ხშირად ქრონიკული ხასიათისაც არის, ხშირად არის ხოლმე მორეციდივე ხასიათის, არ არის გამორიცხული, რომ ბალანოპოსტიტი ასოს თავის ანთება, რომ ვირუსული წარმოშობისაც იყოს, მას ახასიათებს ესეთი ხშირი გამწვავებები უფრო ხშირად რა, გენიტალურ ჰერპესს ოძახიან მას. იკურნება, რა თქმა უნდა, ეფექტურად შეიძლება იყოს განკურნებული, თუმცა რაღაცა დრო უნდა რა. 10 დღის წინ სექსის დროს, როდესაც მივახციე ორგაზმს, სპერმა ოდნავ სისხლიანი იყო და რამე სერიოზული არისო, მას შემდეგ კიდე მქონდა რამდენჯერმე სექსი, აღარაფერი აღარ იყო. აი თუ კიდე მქონდა და აღარაფერი აღარ არის, ეს ჰემოსპერმია, ანუ სპერმაში სისხლის, ასე ვთქვათ, გამოყოფა სპერმასთან ერთად. ნამდვილად არ არის საშიში, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს რაღაც ერთჯერად მოვლენასთან, შესაძლებელია რაღაც კაპილარი გაწყდა იქა, შესაძლებელია მაგალითად აი როდის არის ჰემოსპერმია, იცით? უფრო ხშირად ჰემოსპერმია არის არაადეკვატურად დიდი სექსუალური დატვირთვის შემთხვევაში, აი მაგალითად ექსცესების დროს რა, ერთ დღამში როცა რამდენჯერმე უყვარს ხოლმე მამაკაცებს ზოგჯერ. აი ამ დროს იცის ხოლმე. ვარ 34 წლის კაცი, გადავწყვიტე ცოლის მოყვანა, აქამდე ქალთან არ ვყოფილ ვარ და მაინტერესებს რაიმე პრობლემა ხომ არ შემექნება შვილების გაჩენის დროს? იცით რა, საერთოდ რა არის, იცით, აი არის ესეთი პრაქტიკა საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში, არის ესეთი პრაქტიკა, რომ ხშირად აწერენ ხოლმე საქორწინო კონტრაქტებს, ქალი და მამაკაცი კონტრაქტი. და ამ კონტრაქტში ძალიან ხშირად ჩადებული არის ესეთი წინაპირობა, რომ აუცილებლად კონსულტირებული უნდა იყოს სექსოლოგის მიერ, შვილოსნობას უნდა იყოს დადგენილი და ასე შემდეგ. მაინც და მაინც კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი ადამიანმა, რომ მიხვდეს, რომ ქორწინების წინ სასურველი კი არა აუცილებელი არის გამკვლევა.
მით უმეტეს არ მიუღია სექსუალური გამოცდილება, ხო? 34 წლის ასაკში დაგვიანებული აქვს ცოტა. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება თამამად თქვა, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. უკეთესია რომ საცოლესთან ერთად მივიდეს სექსოლოგთან. ეს ჩემი რჩევაა, თუმცა მარტოს რომ მივიდეს ცუდი არ არის. აუცილებლად უნდა მივიდეს სექსოლოგთან. სექსოლოგთან და არა უროლოგთან. 35 SMS-ი გამოგზავნა ერთმა და იმავე რადიომსმენელმა და ამით გადაწყვიტა რომ მიიპყროს ჩემი ყურადღება, თუმცა მე რიგითობის მიხედვით ვკითხულობ ყოველთვის და ამას ვერავინ შეიძლება შეცდომით დაეჭირა. არა, ამდენს ვერ დააჭერდა შეცდომით ახლა. გთხოვთ დაწვრილებით ახსნათ სპერმის სიმცირის რიგ შემთხვევაში კი არ ქონის მიზეზები. მკურნალობის მეთოდები რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები? დაწვრილებითო ითხოვს. იცით რა არის ესეთი ძალიან ფუნდამენტალური სახელმძღვანელო კი არა, მონოგრაფია ძალიან დიდი, რომელიც არის 1500 გვერდიანი. ეწოდება ესე კლინიკური ანდროლოგია. მე შემიძლია თუ მომართავს პაიოცემული რადიოსმენელი აუხსნა დეტალურად ამაზონის ესეთი ამაზონის სისტემა არის ესეთი რა. როგორ შეუძლია მაგ წიგნის გამოწერა. მე გამოვიწერე ეგ წიგნი, მაქვს სახში, გადავიხადე საკმაოდ კარგი თანხა, $100 მეტი. აი ეგ წერია ყველაფერი რა. ჩვენ ამის დრო ნამდვილად არ აგვაქვს. ბატონო ზურაბ, აუხსენით ამ ხალხს, რომ სექსის ყველაზე ხელსაყრელი დრო არა ღამე, არამედ დილა. ჰომოსექსუალიზმი ეს არის წმინდა დევიაცია, გადახრა როგორც პედოფილია, ნეკროფილია, ვუერიზმი, გერონტოფილია, ზოოფილია და სხვა. დაავადება გრიპისნაირი ან ჰეპატიტისნაირი არ არის, მაგრამ მაინც დაავადება. მე რა რომ არ წერია ვოზში, რომელიც უფრო ფსიქიკასთან და ფსიქოგენეტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. არანაირი გენეტიკა აქ არაფერ შუაშია, წამლით ნამდვილად არ იკურნება, მაგრამ დახვეწა შეიძლება. ახლა რა არის, იცით, ეს ისეთი, ასე ვთქვათ, განცხადება არის, დიდი განცხადება დეტალური, რომელიც კომენტარებს ნამდვილად არ საჭიროებს, იმიტომ რომ ჩვენი პატივცემული რადიოსმენელისათვის ყველაფერი ნათელია უკვე. მისთვის კი, ჩემთვის არა, მაგრამ ყველაფერი ნათელია. არა, თანხმობაზე აქ არ არის ლაპარაკი, აქ ელემენტარულად რა არის, იცით, აი კატეგორიულ მსჯელობის მიუღებლობაზეა რა. ეხლა მე ცოტა მეტ ინფორმაციას ვფლობ მაგ სფეროში, მაგრამ ჩემი მსჯელობაც კატეგორიული არ არის, ხო? ჩვენ ვამბობთ დაუშვათ აი იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, ამერიკელი ფსიქიატრთა ასოციაციის აზრით და ასე შემდეგ. ამისთვის ცნობილი ყო მობრძანდით რა, მოდი გაგიცნოთ. ეს ადამიანი სულ წერს ძალიან ესე იგი თავის მოსაზრებებს და ყოველთვის არის ძალიან ეს კატეგორიულობა, ეს ჩვენი ქართული კატეგორიულობა, მაგრამ და იმასაც სამტკიცებს რომ წამლით არ იკურნება, მაგრამ დახვეწა შეიძლება. აი ჰომოსექსუალის დახვეწა როგორ შეიძლება და რა გულისხმობა ამ ადამიანმა ყველაფერი და მე მგონი არ ჭირდება ჩვენი პასუხისგაცემა, მან ყველაფერი გამარჯობა, ცოტა ადრე მაგალითად 14-15 წლის ასაკში რომ დავიწყოთ სქესობრივი ცხოვრება, მაინტერესებს თუ იმოქმედებს ეს მომავალში პენისის ზომაზე უკვე გითხება რადიოსმენელი. პენისის ზომაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ძალიან ადრე დაწყებული სქესობრივი ცხოვრება მამაკაცში ხშირად მიიჩნევა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნაადრევი ეიაკულაციის მიზეზად. ბატონო ზურაბ, 2 წუთით კიდევ გავიდეთ ეთერიდან, დაუთმოთ ნუსაკავთარაძეს სტუდია, შემდეგ დავბრუნდეთ და მე ისე ბლიცი. კი ბატონო. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ ერთი შეკითხვა ჩვენი Facebook რადიომსმენელისგან, ჩვენი Facebook მეგობრისგან, მოგესალმებით, მაინტერესებს რა იწვევს მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციას, კერძოდ ნაადრევ ეიაკულაციას გამომწვევი მიზეზები მაინტერესებდაო და მაგალითად მოზარდისთვის შეიძლება თუ არა პორნოების ხშირი ყურებაო. ასევე აინტერესებს შეიძლება თუ არა მოახდინოს პრევენცია. პრევენციის მოხდენა შეიძლება უბრალოდ სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენის წესებია დასაცავი. ძალიან ადრე არ შეიძლება გამოცდილების მიღება. აი მაგალითად ადრეული მოზარდობის პერიოდში, როდესაც იღებს ბავშვი სქესობრივ გამოცდილებას, ატარებს სქესობრივ აქტს, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ნაადრევი ეიაკულაციის მიზეზი. და საერთოდ ნაადრევი ეიაკულაცია დაკავშირებულია ეს ფსიქოგენური ხასიათის სექსუალური დისფუნქცია და
დაკავშირებული არის სეროტონინის ცვლის დარღვევასთან ადამიანის ორგანიზმში, რომელიც თავის ტვინში გამოიყოფა რა და შესაბამისად კურნალობაც მახითკენ არის მიმართული. და ყველაზე კარგი პრევენცია არის თავის დროზე მიმართვა ექიმის სექსოლოგისტვის და სქესობრივი ცხოვრების ჰარმონიზაცია. ვარ 19 წლის ბიჭი, მაქვს რეგულარული სექსი, მაგრამ მაინც თითქოს ვერ ვკმაყოფილდები. ეს ნორმალურიაო? იცით რა, ემოციურად ვერ კმაყოფილდება, ხო? მან შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს განპირობებული. ხშირად პარტნიორებს იცვლიან ხოლმე ახალგაზრდები მაგასაკში. და ამ დროს ჰარმონიული სექსი შეიძლება მხოლოდ ერთ პარტნიორთან და არა ბევრთან სხვათა შორის. ესეც ერთ-ერთი შეცდომა არის, ერთ-ერთი მითი არის რა. დღეს მე მკითხებოდა ერთი პაციენტი, როგორ მრავალფეროვნება უკეთესი არ არის ამ დროს? არ არის უკეთესი და რა ვქნათ ახლა? ერთი პარტნიორთან არის სექსი კარგი, ჰარმონიული. ეს არის კარგი დასვათ პრევენცია სექსუალური დისფუნქციებისა, მაგრამ უჭირთ ამის გაცნობიერება ხშირად ბევრ ჩვენ თანამემამულეს. აი ეს ყველაფრის მცოდნე რადიომსმენელი კიდე გვწერს. სიყვარული სჭირდება სექს საერთოდ თუ უბრალოდ ცხოველები ვართო და ეს წინა გადაცემაშიც მოგწერა და მაშინაც წავიკითხე და რაღაცას რომ მოგწერთ ხოლმე მე თავის შეიწუხეთ და მოისმინეთ კიდევაც პასუხებ და ერთ და იგივე კითხვებს ნოიმეორებთ. ბატონო, ცხოველები ვართ? ცხოველები ნამდვილად არა ვართ. მე პირადად მიმაჩნია რომ არა ვარ ცხოველი და არ უნდა ვიყოთ ჩვენ ცხოველები. უნდა ვიცხოვროთ როგორც ცხოვრობენ ადამიანები. და ადამიანისათვის სიყვარულს და ესეთ პოზიტიურ ემოციას, რომელსაც იწვევს სიყვარული, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სხვა საქმეა რომ სიყვარულის უნარი ადამიანს გააჩნია ზოგჯერ ნაკლებად, ზოგჯერ საერთოდაც არ აქვს, მაგრამ კითხვა არის ესეთი საჭიროა თუ არა? საჭიროა რა თქმა უნდა სიყვარული. მაინტერესებს 15 სანტიმეტრის პენისი თუ დააკმაყოფილებს ქალს? საშუალოზე მეტია და რატო არ უნდა დააკმაყოფილოს და 35 დააკმაყოფილებს? ვერა, იმიტომ რომ საშინელ ტკივილებს გამოიწვევს. მოგესალმებით, ვარ მეგრელი, მე ამაყებით ბატონო ზურაბ, საიდან ხარ და მეგრული თუ იცით, სრული სერიოზულობით მაინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგრელებისთვის, ხო, რომ თქვენ იცით თუ არა? მნიშვნელოვანია და მე ძალიან მწვენია, მეგრულად ვიტყოდი,ონჯღორი არის ჩემთვის, რომ ვიცი მეგრული ჭიჭე მხოლოდ, ანუ ცოტა. ეს არ არის კარგი რა. უნდა ისწავლოთ, სხვა გზა არ გაქვს, იმიტომ რომ ეამაყებით სამეგრელოს. უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩემ და სამაცვინოთ ვიცი რუსული, ინგლისური, ფრანგული და მეგრული ძალიან ცოტა ვიცი, მაგრამ ცუდად. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, გწევს ქალბატონი, დიდი მადლობა ამისთვის. სექსის შემდეგ მაწუხებს საშვილოსნოს ტკივილი. არის თუ არა ეს საშვილოსნოს დაავადების მიზეზი? იცით რა, სანახავია, გამოსაკვლევია რა. მან არ უნდა იყოს ტკივილი, საერთოდ არც სექსის წინ არ უნდა იყოს ტკივილი. არც სექსის დროს და არც სექსის შემდეგ. ამიტომაც ეს ყველაფერი მოითხოვს, გამოკვლევას. სექსოლოგთან უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამავე დროს გინეკოლოგიურითაც უნდა იყოს პაციენტი გამოკვლევა. რატო ეხოსკოპია? ეს იწყება გინეკოლოგიური გასინჯვით რა. მაგრამ სექსოლოგიური ანამნეზის შესაძლებელი ორივე ჭირდება რა, სექსოლოგის და გინეკოლოგის ამ პაციენტს. გენიტალური ტუბერკულოზი რამდენად დააზიანებს ორსულს და რა შედეგს გამოიწვევს ახალ შობილზე? შეიძლება ბავშვს რაიმე ზიანი მიადგეს? არა, აღმავალი ესე იგი ვერტიკალური გზით დაინფიცირება გენიტალური ტუბერკულოზით პრაქტიკულად არ ხდება. მაგრამ გენიტალური ტუბერკულოზი სამწუხაროდ არა, უფრო ხშირად ქალებში შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, შვილოსნობის ფუნქციის დარღვევის მიზეზი. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, განსაკუთრებით იმ თვალსაჩინით, რომ თუ დროზე ნამკურნალები არ არის და გამოკვლეული არ არის ქალი, არა, ხშირად შეიძლება გენიტალური ტუბერკულოზი გახდეს მიზეზი საშვილოსნოს მილების გამავლობის შეფერხებისა და ეს როგორც ვიცით ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის უნაყოფობის. დავასრულოთ ამით გადაცემა, იმიტომ რომ მეორდება კიდევ შეკითხვები, ერთ და იგივე საგზავნიან რადიომსმენელები. სხვა რადიომსმენელებსაც გავუწიოთ ანგარიში და ნუ შევაწუხებთ ერთ და იგივე თემების მოსმენით მუდმივად. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ჩვენ განვაგრძობთ იმ თემაზე საუბარს, რომელიც დღეს დავიწყეთ და ვერ დავასრულეთ. შემდეგ გადაცემაში მომავალ სამშაბათამდე. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობისა ძვირფასო რადიომსმენელები. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი.
11 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს.